ბათუმი აჭერა მასპინძლობს არაერთ ფესტივალს მთელი ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში. მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი გამორჩეული, ფერადი, მრავალფეროვანი და საზოგადოებისთვის საინტერესო ფესტივალი გაიმართა, რომელიც უკვე მეორედ არის ბათუმში. ეს არის პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს როგორც აჭარის კულტურის სამინისტრო, ასევე საქართველოს კულტურის სამინისტრო და ერთობლივად ჩვენს ქართულ თეატრებთან ერთად, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მოვახერხეთ ის, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი ქალაქი გადაიქცა თეატრალურ სცენად, სადაც ერთდროულად ხდებოდა როგორც ტრადიციული მიმართულებების გაცოცხლება, ასევე ხდებოდა იმ თანამედროვე ასპექტების ხელწერის, ასე ვთქვათ, გაცნობა ჩვენი თეატრალური საზოგადოებისთვის, რომელიც ასე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განვითარდეს თეატრალური მიმართულება, თეატრალური სფერო ჩვენს ქვეყანაში. მინდა აღვნიშნო, რომ მახარებს, რომ ჩართული არის ჩვენი ქვეყნის მასშტაბით არაერთი ქართული თეატრი და ამავდროულად მათ აქვს საშუალება გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას. ფესტივალი წელს მეორედ ჩატარდა და იყო წარმატებული. ყავდა როგორც საერთაშორისო ჟიური, ასევე საერთაშორისო თეატრების დასები. წარმოდგენილი იყო 6 ქვეყანა, მათ შორის მინდა გითხრათ, რომ იყო ბრაზილიაც, ევროპა, თავისთავად აზია. ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ფესტივალის დღეები იყო მართლა მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის. როგორც წარმოდგენილი იყო სპექტაკლები სხვადასხვა ლოკაციებზე, ასევე იყო გარეთ. ყველა მონაწილე, მინდა გითხრათ, რომ 160 ვიზიტორი მყავს, არის ბედნიერი, კმაყოფილი. დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, დაჯილდოების დღე და ველოდებით, ასე ვთქვათ, ემოციებს. მინდა დავიწყო მადლიერებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მერიას, საქართველოს კულტურის სამინისტროს, დიდი მადლობა აჭარის კულტურის სამინისტროს. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ეს ფესტივალი შედგა. წელს იყო მრავალფეროვანი პროგრამა და იმედი მაქვს, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო განვითარდებით, უფრო და უფრო კარგი ფესტივალი იქნება ჩვენი ფესტივალი. მე იმედი მაქვს, რომ ბათუმელი მაყურებელი კმაყოფილი დარჩა და დიდი მადლობა აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ფესტივალზე იმუშავა ჩვენთან ერთად. მოხარული ვარ, რომ ვარ აქ. არ ველოდი ასეთ შოუს. გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ ერთდროულად. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს. ძალიან კარგად ჩაიარა ფესტივალმა, ძალიან ბევრი საინტერესო სპექტაკლი ունახეთ. ჩვენ ვიყავით წარმოდგენილი მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან სპექტაკლი ოტელოთი. მე ავიღე საუკეთესო მამაკაცისთვის როლის შესრულებისთვის ჯილდო. არ ველოდი, მათ არ გითხრათ, არ მქონდა მოლოდინი, იმიტომ რომ კონკრეტულად ჩვენი სპექტაკლი მარიონეტები არის გუნდური მუშაობა და გუნდურად ვამოძრავებთ მარიონეტებს და მართლა ძალიან გახარებული ვარ. Super!